სინანულის საიდუმლოს შესახებ. ჭეშმარიტ სინანულს განწმენდა მოაქვს. არ არსებობს სინანულსა და აღსარებაზე აღმატებული რამ. ეს საიდუმლო წარმოადგენს ღვთის სიყვარულის ძღვენს ადამიანისადმი. ამ სრულყოფილი გზით ადამიანი თავისუფლდება ბოროტებისაგან. მივდივართ აღსარებას ვამბობთ, განვიზდით ღმერთთან შერიგებას. ჩვენში სიხარული შემოდის და გვშორდება დანაშაულის გრძნობა. მართლმადიდებლობაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. არ არსებობს, რადგან არსებობს მღვდელი, რომელსაც აქვს მიტევების მადლი. დიდი რამეა მოძღვარი. მე ბავშვობიდან მქონდა ეს და ახლაც მაქვს. როდესაც შევცოდავდი, ამას აღსარებაში ვამბობდი და ყველაფერი გამივლიდა ხოლმე. დავფრინავდი სიხარულისგან. ცოდვილი ვარ უძლური, ღვთისმოწყალებას შევუვრდები, ვცხონდები, წყნარდები, ყველაფერი მავიწყდება. ყოველდღე ვფიქრობ, რომ ვცოდავ, მაგრამ სურს, რაც კი მემართება, ყველაფერი ლოცვის მეშვეობით, ღმერთთან მიახლების საშუალებად გამოვიყენო და საკუთარ თავში არ ჩავიკეტო. ცოდვა ადამიანში სულიერ აშლილობას იწვევს. სულიერ აშლილობას ვერაფრით მოიშორებ. მხოლოდ ქრისტეს ნათლით ხდება მისგან თავის დახსნა. პირველ ნაბიჯს ქრისტე დგამს. მოვედით ჩემ და ყოველი მასშვალნი და ტვირთმძიმენი. შემდეგ ჩვენ ადამიანები, ჩვენი კეთილი არჩევანი ვიწყნარებთ ამ ნათელს და გამოვხატავთ ამას ჩვენი მისდამი სიყვარულით, ლოცვით, საიდუმლოებებით. იმისთვის, რომ სულმა მოინანიოს, ჯერ უნდა გამოიღვიძოს. ამ გამოღვიძებაში აღესრულება სინანულის სასწაული და აქ არის ადამიანის არჩევანი. თუმცა გამოღვიძება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადამიანზე. ადამიანს თავად არ შეუძლია ეს გააკეთოს. ამაში ღმერთი ერევა და მაშინ მოდის ღვთის მადლი. მადლის გარეშე ჩვენ არ ძალგვიცს მოვინანიოთ. ღვთის სიყვარული ყველაფერს აკეთებს. შეიძლება გამოიყენოს სნეულება ან რაღაც სხვა. გააჩნია, რომ ჩვენ სინანულში მოგვიყვანოს. მას სინანული მიიღწევა საღვთო მადლით. ჩვენ მარტივად და ფაქიზად ვაკეთებთ მოძრაობას ღვთისაკენ და ამის შემდეგ მოდის მადლი. შეიძლება მითხრათ, მაშინ ყველაფერი ღვთის მადლით ხდება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. აქაც ზუსტად ის ხდება, რასაც ვამბობ. ჩვენ არ შეგვიძლია შევიყვაროთ ღმერთი, თუ მან არ შეგვიყვარა. ძალიან კარგად ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული. ხოლო იცანთ ღმერთი, უფრო იზღა გიცნა თქვენ ღმერთმან. იგივე ხდება სინანულის შემთხვევაშიც. ჩვენ არ შეგვიძლია მოვინანიოთ, თუ ღმერთმა სინანული არ მოგვანიჭა და ასეა ყველაფერთა მიმართებაში. როგორც სახარება ამბობს, თვინიერ ჩემსა, არარაი ძალ გიწყოფად არცა ერთი. თუ არ გაქვს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, სინანული არ მოდის. ეს წინაპირობაა სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მეტანიები, ქრისტესთვის გარჯა. თუ გრძნობა უბიწყო არაა, თუ არ გაქვს უბრალოება, თუ სული ანგარებიანია, საღვთო მადლი არ მოდის. ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ მივდივართ აღსარებაზე, მაგრამ შვებას ვერ ვგრძნობთ. სინანული ძალიან ფაქიზი რამაა. ჭეშმარიტ სინანულს განწმენდა მოაქვს. სინანულით ჩვენ განვიწმინდებით. როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, მადლი მას სულიერი წყურლებისაგან ათავისუფლებს. თავის ცოდვებში მხოლოდ ადამიანი არ არის დამნაშავე. შესდომები, ცოდვები და ვნებები არ არის მხოლოდ აღმსარებლის პირადი ცხოვრება. თითოეულ ადამიანს მემკვიდრეობით მიღებული აქვს მისი მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ცხოვრებისეული გამოცდილება. ანუ თუ როგორ ცხოვრობდა მისი დედა, როდესაც მას მუცლით ატარებდა, წუხარებდა თუ არა, იღლებოდა თუ არა მისი ნერვული სისტემა. ან მხიარული თუ იყო, ჰქონდა თუ არა სევდა, მელანქოლია. დედის მთელმა ნერვულმა სისტემამ გავლენა მოახდინა ემბრიონის ნერვულ სისტემაზე. ასე რომ, როდესაც ბავშვი დაიბადება და გაიზრდება, იღებს დედის, ესე იგი სხვა ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ასე წარმოიქმნება ადამიანში მისი მშობლების მიზეზით სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ის მთელი მისი ცხოვრება ატარებს. ეს მდგომარეობა ადამიანში თავის კვალს ტოვებს და
ბევრი რამ, რაც მის ცხოვრებაში ხდება, სწორედ ამის შედეგია. მის საქციელს უშუალო კავშირი აქვს მისი მშობლების მდგომარეობასთან. ადამიანი იზრდება, იძენს ცოდნას, მაგრამ ვერ სწორდება. ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის პასუხისმგებლობის დიდი ნაწილიც აქ არის. მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო. არსებობს გზა, რომ ადამიანი ამ ბოროტებისაგან განთავისუფლდეს. ეს გზა არის ვრცელი, დაწვრილებითი აღსარება, რომელიც ხდება ღვთის მადლით. ანუ შეიძლება მოძღვარმა გითხრას, რა კარგი იქნებოდა, რომ სადმე მყუდრო ადგილას ვიყოთ, სადაც არ მექნება საზრუნავი და დასაწყისიდან მომიყევი შენი ცხოვრება, იმ დროიდან, როცა საკუთარი თავი გააცნობიერე. ყველა მოვლენა, რაც გახსოვს და როგორი იყო შენი მათდამი დამოკიდებულება, არა მარტო სიამოვნო, არამედ სასიამოვნოც, არა მარტო ცოდვები, არამედ კეთილი საქმეებიც, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებას შეადგენს. ბევრჯერ მივმართე სრული აღსარების ხერხს და სასწაულების მომსწრე გავხდი. იმ დროს, როდესაც მოძღვარს სრულ აღსარებას ეუბნები, მოდის ღვთის მადლი და გათავისუფლებს შენი ყველა უსიამოვნო წარსულისაგან, სულიერი წყვილებისაგან, დანაშაულებისაგან, რადგან როდესაც შენ ამას ყვები, მოძღვარი მხურვალედ ევედრება უფალს შენი ხსნისათვის. დიდი ხნის წინ ერთი ქალბატონი იყო ჩემთან მოსული, რომელმაც ასეთი აღსარება თქვა და დიდი სარგებელი მიიღო. გაუმჯობესდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან მას რაღაც ტანჯავდა. იმ ქალბატონმა ერთი თავისი მეგობარი გამოგზავნა. ცოტა მოშორებით, ბუნებაში გავედით და სასაუბროდ დავსხედით. მე ვუთხარი, მომიყევი, რასაც გრძნობ. თუ რაიმე შეკითხვას დაგისვამ, მიპასუხებ, ხოლო თუ არ გკითხავ, გააგრძელებ მოყოლას ისე, როგორც ამას განიცდი. ყველაფერს, რასაც ის მიყვებოდა, არა მარტო ყურადღებით ვისმენდი, არამედ ვხედავდი მის სულიერ სამყაროში ლოცვის ზეგავლენას. თვალყურს ვადევნებდი იმ ქალბატონის სულს და ვხედავდი, რომ მასზე მადლი გადმდიოდა. რადგან მოძღვარს აქვს მადლი. ხვდებით ამას. ანუ, როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, მოძღვარი მისთვის ლოცულობს. ამავდროულად მოდის მადლი და ათავისუფლებს აღმსარებელს მისი სულიერი წყვილებისაგან, რომლებიც წლების განმავლობაში ტანჯავდა, თუმცა ამ ტანჯვის მიზეზი არ იცოდა. ჰოი, ძალიან მწამს ამისი. მოძღვარს შეგიძლია ესაუბრო, როგორც ამას გრძნობ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ როდესაც მოძღვარი ლოცულობს, ხედავს შენს სულს, ხედავს, რა მდგომარეობაში ხარ და გადმოგცემს ღვთის მადლს. მტკიცებულია, რომ ეს მზერა არის სულიერი სხივები, რომლებიც შვებას გაგრძნობინებს და გკურნავს. არ გეგონოთ, რომ ეს ბუნებრივი სხივები იყოს. რასაც ახლა ვამბობ, სრული სიმართლეა. და ქრისტეს შემთხვევაში რა მოხდა? სისხლმდინარე დედაკაცი ხელით შეეხო მას. ხოლო ქრისტემ თქვა, შევინმე მახო მე, რამე თუ მე ვცან ძალი განსრული ჩემგან. შენი ტყვი, კი, მაგრამ ის ხომ ღმერთი იყო. რა თქმა უნდა, ქრისტე ღმერთი იყო, მაგრამ განამოციქულებიც იმავეს არ აკეთებდნენ. ყველა მოძღვარს აქვს ეს მადლი და როდესაც ლოცულობს, გადასცემს ამ მადლს სხვებს, როგორც გამტარი. მაგალითად გვინდა ავანთოთ ღუმელი, მაგრამ არ ინთება, რადგან კაბელი არ არის შეერთებული შტეფსელში, ხოლო თუ კაბელს შტეფსელში შევაერთებთ, მაშინვე მოდის ძაბვა ამ გამტარის მეშვეობით. ეს ჩვენი სარწმუნოების სულიერი მოვლენებია. ჩვენ შეიძლება კაბელზე ვისაუბროთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სულიერი ფსიქოანალიზი. აღსარებით ღმერთი ყველაფერს მოგვიტევებს. ნუ დაუბრუნდებით იმ ცოდვებს, რომლებიც აღსარებაში მოვინანიეთ. ცოდვების გახსენება საზიანოა. შენდობა ითხოვეთ, მორჩა. აღსარებით ღმერთი ყველაფერს მოგვიტევებს. არ უნდა დავბრუნდეთ უკან და არ უნდა ჩავიკეტოთ უიმედობაში. ვიყოთ მდაბალი მონები ღვთის წინაშე. განვიცადოთ სიხარული და მადლიერება ჩვენი ცოდვების მოტივებისთვის. არ არის ჯანსაღი გადამეტებული წუხილი საკუთარი ცოდვების გამო და ჩვენი ბოროტი მეს წინააღმდეგ აჯანყებით უიმედობამდე მისვლა. უიმედობა და სასოწარკვეთილება ყველაზე ცუდი რამ არის. ეს ეშმაკის მახეა,
რათა ადამიანს გულმოდგინება დააკარგვინოს სულიერებაში და უიმედობაში, უმოქმედობასა და მოწყინებაში ჩააგდოს იგი. ამ დროს ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ხდება უსარგებლო. ის ამბობს: მე ვარ ცოდვილი, უბადრუკი, ასეთი და ასეთი. კარგი არაფერი გამიკეთებია. თავის დროზე იყო საჭირო და არ გავაკეთე. ახლა კი რაღა დამრჩენია. ამაოდ დავკარგე წლები. არაფრის ღირსი არ ვარ. მას არასრულ ფასოვნების კომპლექსი, რაღაც უნაყოფო თავის დამცირება უყალიბდება. მისთვის ყველაფერი უსარგებლო და დაკარგულია. იცით ეს რა მძიმე რამაა? ეს მოჩვენებითი სიმდაბლეა. ეს ყველაფერი უიმედობაში მყოფი ადამიანის ნიშნებია, რომელზეც ეშმაკია გაბატონებული. ადამიანი იმ ზომამდე მიდის, რომ აღარც ზიარება უნდა, ჰგონია, რომ არაფრის ღირსი არ არის. ცდილობს დააკნინოს საკუთარი თავი, თავისი აქტიურობა და ხდება ურგები. ეს არის მახე, რომელსაც ეშმაკი აგებს, რათა ადამიანმა ღვთის სიყვარულის იმედი დაკარგოს. ეს საშინელებაა, საღვთო სულის საპირისპიროა. მეც ვფიქრობ, რომ ცოდვილი ვარ, რომ არ ვცხოვრობ სწორად, მაგრამ რაც მწუხარებას მგვრის, იმას საკუთარ თავში კი არ ვკეტავ, არამედ ლოცვის საგნად ვაქცევ. მივდივარ მოძღვართან, ვამბობ აღსარებას და მორჩა. ნუ დავბრუნდებით უკან და ნუ გამოვიძიებთ რა არ გავაკეთეთ. მნიშვნელობა იმას აქვს თუ დღეიდან და ამას იქით რას გავაკეთებთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მივსვდები. სიმხდალის სული პავლე მოციქულის ქრისტესადმი მისწრაფების აღკვეთას ლამობდა, მაგრამ მან სიმხნე გამოიჩინა და თქვა: ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. და კიდევ, ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულს ამას ქრისტესა? ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამან, ანუ სიყმვილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახველმან. ვითარცა წერილარს, რამ თუ შენთვის მოვსწლები ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ ვითარცა ცხოვარნი კვადნი. ხოლო დავით მეფსალმუნე ამბობს: არა მოკვდე, არამედ ვცხონდე და გამსქმნე მე საქმენი უფლისანი. დაეწაფეთ წმინდა წერილს. გაიხსენეთ ის საოცარი სიტყვები: მე მოყვარენი ჩემნი მიყვარან და რომელნი მეძიებენ მე პოვონ. ყველაფერი მშვენიერი ჯანსაღი ქრისტეშია. თუ ქრისტეს შევიყვარებთ, ყველაფერი ადვილია. მე ჯერ ვერ მივაღწიე ამას. ახლა ვცდილობ შევიყვარო იგი. ქრისტეს აქვს ყველაფერი, ყველაფერი მშვენიერი და ჯანსაღი. ჯანსაღი სული ცხოვრობს სულიწმინდის ნიჭებით, რომლებიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა. ღვთის კაცი ასევე განიცდის იმას, რასაც პავლე მოციქული ამბობს სიყვარულის ხოტბაში. სიყვარული სულგრძელავს და ტკბილ, არად შეჰრაცხის ბოროტი, ყოველსა თავს იდებნ, ყოველის წამნ. სიყვარული არასადა დავარდების. გაქვთ ეს ნიჭები? მას შესადამე გაქვთ ბედნიერება, გყავთ ქრისტე, გაქვთ სამოთხე. თქვენი ორგანიზმიც კი არაჩვეულებრივად ანომალიების გარეშე ფუნქციონირებს. ღვთისმადლის მეშვეობით ადამიანი იცვლება, განიცდის სულიერ და ფიზიკურ ფერისცვალებას. ამ დროს ყველა სნეულება ცხრება. არც კოლიტი გაწუხებთ, არც ფარისებრი ჯირკვალი, არც კუჭი, არც არაფერი. ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს. საოცარია, როდესაც დადიხარ, შრომობ, მოძრაობ და ხარ ჯანმრთელი, მაგრამ უპირველესად სულიერი ჯანმრთელობა იქონიე. სულიერი ჯანმრთელობა არის საფუძველი და ამას მოჰყვება ფიზიკურიც. თითქმის ყველა ავადმყოფობის მიზეზი არის ღვთისადმი მიუნდობლობა და ეს შფოთს წარმოქმნის, ხოლო შფოთი სარწმუნოებრივი გრძნობის გაუქმებას წარმოშობს. თუ ქრისტესადმი ტრფიალება არ გაქვთ, თუ არ ხართ დაკავებული წმინდა საგნებით, უეჭველად სევდა, ბოროტება შეგიპყრობთ. აბა ნახეთ რა ხდება ქვეყანაზე. მომისმინეთ, ერთ მაგალითს მოგიყვებით. ერთი გოგონა ექიმთან მივიდა და ექიმმა მას ჰორმონები მისცა. მე მას ვეუბნები. ჩემო გოგონა,
ნუ დალევ ამას. მე არ ვარ ექიმი. არ მინდა ჩემი პასუხისმგებლობით იმოქმედო, თუმცა ხვდები, რომ არ უნდა დალიო. კარგი იქნება, რომ თუნდაც ენდოკრინოლოგთან მიხვიდე. შენი პრობლემა დარდისაგან მოდის და მეტწილად ენდოკრინოლოგის საქმეა. ნამდვილად ასეა, ვერ ვიწუხარება გამოვიარე. ასეც არის, დამშვიდი, დაწყნარდი, ახსარება თქვი, ეზიარე და ყველაფერი მოგვარდება. ის ერთ-ერთ ენდოკრინოლოგთან მივიდა და თავისი გასაჭირი უამბო. აპ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ეს წამლები. გადააგდე თორემ დიდ ზიანს მოგაყენებს, უთხრა ექიმმა. შემდეგ იმ გოგონამ ტელეფონზე დამირეკა. რაც შენ მითხარი, ექიმაც იგივე მითხრა. მას ხედავთ რა ხდება, ხოლო ახსარებითა და ზიარებით ბევრი ადამიანი განიკურნა. როდესაც ადამიანს არ ჰყავს ქრისტე და შინაგანად ცარიელია, მაშინ მოდის 1000 რამ და იპყრობს მას. შური, სიძულვილი, მოწყენილობა, მელანქოლია, წინააღმდეგობა, ამქვეყნიური აზროვნება, ამქვეყნიური სიხარული. შეეცადეთ, რომ თქვენი სულები ქრისტეთი აღავსოთ, რათა ცარიელი არ იყოს. ჩვენი სული წყლით სავსე აუზის მსგავსია. თუ წყალს ყვავილებზე მიუშვებ, ესე იგი სათნოებებზე, სიკეთის გზაზე, მაშინ ჭეშმარიტი სიხარულით იცხოვრებ და ატროფირდება ეკლები, ანუ ბოროტება. ხოლო თუ წყალს ეკლებზე მიუშვებ, გაიზრდებიან, მოგაშთობენ და ყველა ყვავილი დაჭკნება. ყველაფერს სულიერი გზით დაუპირისპირდით. ასე ღვთის მადლით, სიხარულით იცხოვრებთ. ყოველივე ძალმიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. ნუ იტყვით, რომ რაღაცას მიაღწევთ. ნურასდროს ნუ იოცნებებთ ამაზე. უფალმა ბრძანა. თვინიერ ჩემსა, არარაი ძალგიც ყოფად, არცა ერთი. სხვაგვარად შეუძლებელია. ადამიანი საკუთარ ძალებს არასდროს უნდა ენდოს, არამედ ღვთის წყალობასა და სულგრძელებას. ადამიანი მცირედ მცდელობას წამოიწყებს, მაგრამ ამ მცდელობას ქრისტე აგვირგვინებს. როდესაც გწამთ, რომ თქვენ თვითონ დამოუკიდებლად მიაღწევთ რაღაცას, ეს სდომილებაა. რამდენადაც ადამიანი წარემატება და უახლოვდება ქრისტეს, იმდენად მეტად გრძნობს თავის არასრულყოფილებას. ხოლო ფარისეველი, რომელიც ამბობს, მე კარგი ვარ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და ასე შემდეგ, ცდომილებაშია. ლოცვა, ღვთისადმი მსახურება, სევდას სიხარულად გარდაქმნის. დღეს ხშირად ხდება, რომ ადამიანი გრძნობს სევდას, უიმედობას, ცონარებას, სიზარმაცეს, მოწყინებას და ყველაფერ დემონურს. მოწყენილია ტირის, მელანქოლიითაა შეპყრობილი, ოჯახს ყურადღებას არ აქცევს, უამრავ ფულს ხარჯავს ფსიქოანალიტიკოსებში, რომ წამლები მიიღოს. ამ ყველაფერს ადამიანები დაუცველობის გრძნობას უწოდებენ. ჩვენ სარწმუნოებას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მზაყვარის მახეებია. ტკივილი, ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ღმერთმა ჩვენში იმიზნით ჩადო, რომ ამით სიკეთე, სიყვარული, სიხარული, ლოცვა მოვიპოვოთ. ამის ნაცვლად ეშმაკი არ ხეხებს და იღებს ამ სულიერ ძალას ჩვენი სულის აკუმულატორიდან და ბოროტებისკენ მიმართავს, გარდაქმნის რამას სევდად და სულს მცონარებაში, მოწყინებაში აგდებს. ტანჯავს ადამიანს, თავის ტყვედ ხდის მას და სულიერად აავადებს. არსებობს ერთი საიდუმლო, გარდაქმნათ დემონური ენერგია სიკეთეთ. ეს არც ისე ადვილია და წინასწარ მომზადებას საჭიროებს. მომზადება არის სიმდაბლე. სიმდაბლით საღვთომათს მოვიხვეჭთ. ჩვენ თავს ვუძღვნით ღვთის სიყვარულს, ღვთის მსახურებას, ლოცვას, თუმცა ეს ყველაფერი რომ წაღვასრულოთ, ვერაფერს მივაღწევთ, თუ სიმდაბლე არ გვექნება. ყველა ცუდი გრძნობა, დაუცველობა, უიმედობა, იმედგაცრუება, რომლებიც სულზე გაბატონებას ცდილობენ, განქარდება სიმდაბლით. ვისაც არ აქვს სიმდაბლე, ანუ ეგოისტია, არ სურს ვინმემ ნება მოუკვეთოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მითითებები მისცეს. ის მწუხარებს, ნერვები ეშლება, ჯანყდება, აპროტესტებს, მასზე სევდა ბატონობს. ასეთი მდგომარეობა მადლით იკურნება.
ადამიანი ღვთის სიყვარულისკენ უნდა მიიქცეს. განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა. ანუ ისინი ამ სულიერ ძალას, რომლის შემოსვლასაც ეშმაკილამობდა, ღმერთს უძღვნიდნენ და გარდაქმნიდნენ მას სიხარულად. ლოცვა, ღვთისადმი მსახურება, თანდათანობით სევდას სიხარულად გარდაქმნის, რადგან ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს. აქ საჭიროა გქონდეს სულიერი ძალა ღვთის მადლის მოსახვეჭად, რომელიც დაგეხმარება, რომ მას შეუერთდე. საჭიროა მოხერხებულობა. როდესაც ღმერთს მიეცემი და მას შეუერთდები, გავიწყდება ბოროტი სული, რომელიც უკნიდან გქაჩავდა და ისიც შენგან უგულებელ ყოფილი გშორდება. შემდეგ, რამდენადაც თავს უძღვნი ღვთის სულს, იმდენად აღარ იხედები უკან და აღარ აქცევ ყურადღებას მას, ვინც უკნიდან გქაჩავს. როცა მადლი მიგიზიდავს, უერთდები ღმერთს და როდესაც ღმერთს შეუერთდები და მისთვის თავს გადადებ, სხვა ყველაფერი მიდის, გავიწყდება და ცხონდები. მას დიდი ხელოვნება, დიდი საიდუმლო, რომ სევდისაგან და ყველაფერ უარყოფითისაგან გათავისუფლდე, იმაში მდგომარეობს, რომ თავი გადადო ღვთის სიყვარულისთვის. კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება. ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს. ძალიან კარგია დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. ერთი გოგონას შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩემთან მოვიდა. ის საშინლად იტანჯებოდა, სევდისაგან. წამლებით ვერაფერს გახდა, ყველაფერი მიატოვა, სამსახური, სახლი, ყველანაირი საქმიანობა. მე მას ჩემი გამოცდილება გავოზიარე, ვუამბე ქრისტეს სიყვარულის შესახებ, რომელიც სულს ატყვევებს, რადგან ღვთის მადლი აღავსებს და ცვლის სულს. ავუხსენი, რომ ეს არის დემონური ძალა, რომელიც ეუფლება სულს და სულიერ ძალას სევდად გარდაქმნის, ანადგურებს, ტანჯავს და უხმარყოფს სულს. ვურჩიე, რომ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულიყო, მაგალითად მუსიკით, რომელიც მას ძალიან უყვარდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად ხაზი გავოსვი ქრისტეს მიმართ შევრდომასა და სიყვარულს. ასევე ვუამბე, რომ ჩვენს ეკლესიაში შესაძლებელია კურნება ღვთის სიყვარულით და ლოცვით, თუ ამას წადიერებით აღვასრულებთ. ეს არის კურნების საიდუმლო, ამას იწყნარებს ჩვენი ეკლესია.